ივანიშვილმა ფაქტობრივად განდევნა ნახევარი საქართველო. სადაც არ უნდა წახვიდეთ, რომში ქალაქ ოსტიაში ვიყავი, გავიარეთ 15 წუთი და ხაშურელი ახალგაზრდა კაცი ვნახე, რომელიც იქ პიცის საცხოში მუშაობდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელ ქალაქში უნდა გაიაროთ, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში ქართველი არ შეხვდეთ. რომელ ევროპულ ქალაქში წახვიდეთ, ქარდა ვინმეს გონია, რომ მართლა 2 მილიონი ვარ. რეალურად ქართველები მინიმუმ ვართ 7 მილიონი. უბრალოდ განდევნილი ვართ ამ ქვეყნიდან. შევხედოთ ისრაელს. თავსაც იცავენ, საჭიროა იქით უტევენ, ძალიან მყარათაც დგანან, პატივსაცემიერია, არავის თავს არ უხლიან და რა საქართველოს ისტორია მართლა ჩმორობაზე დგას, რასაც ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება? პირიქით, ჩვენ ვართ ერი, რომელიც 10-1-ზე ვიბრძოდით დიდგორის ბრძოლაში და ბიძინა ივანიშვილმა ესე იგი დაგვაკნინა. აბა ეხა ჩვენ აბა ვის გაუწევთ წინააღმდეგო? აბა ორი კაცი ვართ. ჩვენ ვართ სახელმწიფო, ჩვენ ვართ ერი, შეგვიძლია ბრძოლაც, შეგვიძლია თავის დაცვაც და შეგვიძლია თავაწეულებმა ვიაროთ. არ შეიძლება სიჩმორე გახდეს ქართველი კაცის სავიზიტო ბარათი. რაც ბიძინა ივანიშვილს უნდა არაფორმალური მართველია თუ მაფიოზია თუ ვინც არის ბიძინა ივანიშვილი, თუ გინახავთ საოკუპაციო ხაზზე. ხალხო აბსოლუტურად ანტიეროვნული, ანტიქართული, ანტიქრისტიანული, აბსოლუტურად გაუგებარი ხალხია დღეს ხელისუფლებაში. ამიტომ პირველ რიგში არის ბიძინა ივანიშვილის დამხობაზე ზრუნვა. დარწმუნებული ვარ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ფიქრობს ასე, რომ ძალიან მაგარი ერი ვართ, ძალიან მაგარი ისტორია გვაქვს და არც არავისზე თავის დახრას არ ვაპირებ.